მართლა კოშმარია რა, პრეზიდენტი უდიპლომო და ხალხს რაღაც პრიმიტიულ სამსახურში თხოვენ კვანტურ ფიზიკას ლამის. აი მარკეთილის გზაზე ყვითელი მარშრუტკა არ დაჯაყჯაღებ და ეგრე როგორც ეს მიჯაყჯაღებს, ცუდად ვარ. და რით ვეღარ დამთავრდა ეს გზა რომ ჩავიდე აქედან. კლაუსტროფობია მიიტევს ახლა. თან მაინც ახლა გამახსენდა ლისაბონში რაც მოხდა ეგ ამბავი. აი როგორ ჯაყჯაღებს ღმერთო. აი მე ხა იქიდანაც მეორე მოდის და იმედი მაქვს ამათ სწორად აქვთ გათვლილი რომ ერთმანეთს არ შევეტაკოთ. ანიკა თაფია მარლა იქამდე მე ფეხები მდგება. თუ ვიანა დე კასტელოში გადაწყვეტთ მოსვლას, გირჩევთ რომ პირდაპირ ამ სასტუმროსთან მოხვიდეთ, იმიტომ რომ დიდად სანახაობა არაფერი არ არის ამ ქალაქში და ეს სასტუმრო მართლა ულამაზესი არის, თავის ინტერიერით და ხედით, აი ძალიან ლამაზია. მოკლედ ახლა მოგიყვებით რატომ წამოვედი ქვეყნიდან. ყველა მიზეზს ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ მოდი ერთ მიზეზს გეტყვით. რა თქმა უნდა, ზოგადად იმ სიტუაციის გამო, რაც მან ხდება და ყოველად წარმოუდგენელი სიტუაცია ხდება. აი რა ბოროტი უნდა იყო ადამიანი, რომ შენი საკუთარი ქვეყანა ასე დღეში ჩააგდეთ. აღარ მინდოდა რომ აქ ყველაფრის ნაწილი ყოფილიყავი რაღაცა პერიოდის განმავლობაში. ჩემი მიზანი საერთოდ არ არის ის, რომ ამ მთელი ცხოვრება საზღვარგარეთ გავატარო. არა, მე უბრალოდ მინდოდა რაღაცა გავცლოდი იმ სიტუაციას, იმიტომ რომ მართლა წარმოუდგენელი სიტუაცია იყო. ჯერ ხო ნეპოტიზმს მიაქვს ყველაფერი. აი რა ვიცი მე, ნეპოტიზმი ყველგან ხდება. მაგრამ რაღაცა საზღვარი აქვს ნეპოტიზმს და აი მან კიდე საზღვარი უკვე აღარ აქვს პარტიულობას, ნეპოტიზმს, ბიძაშვილს, მამაჩემს ამის ვალი ქონდა და რაღაც აი საოცარი ისტორიები მოკლედ რა. მოკლედ სადაც მუშაობდი, ერთ-ერთ ადგილას არ დავასახელებ არც სტრუქტურის დასახელებას და არაფერს. სამსახურეობრივი მოვალეობის გამო გავედი, აი მოდით პირობითად რო ავიღოთ საბურთალოდან ვაკეში. ეს იყო დაახლოებით 5 საკლ და 20 წუთი. ნუ ეხლაც მახსოვს ყველა წუთი და ყველა წამი. მიდგინეთ საცობები, ხო? დაახლოებით ვაკეში მრგვალ ბაღთან ვიყავი 5 საათისკენ. და დაახლოებით 40 წუთი დამჭირდა მოვალეობის შესრულება, სამსახურებრივი მოვალეობის. 6 რომ 20 აკლ და 15 აკლ და ისე, ჩემს უფროს დავურეკე და უთხარი ურჩი თქო მისამართზე. და უკან ოფისში გასვლას ვეღარ ვასწრებ, ავალთ გახსში თქო რა. ეხლა წარმოიდგინეთ 6 აკლია 20. 20 წუთში როგორ უნდა გავსულიყავი ვაკიდან საბურთალოს. პირობითად ვთქვათ ესა მისამართები. თან საცობებს მიაქვს თბილისი და იმდენად ვერ წარმოვიდგინე რომ ეს შეიძლება და პრობლემა ყოფილიყო, ანუ ძალიან გულწრფელად როგორც კი მოვურჩი, ეგრევე დავრეკე, თორე დავრეკავდი რაღაც 10 წუთის მერე, რა პრობლემა ექნებოდა, ვინ გაიგებდა რომელზე მორჩი, ხო? დავრეკავდი ზუსტად 6 საათზე მაგალითად და მოვეტყოდი რომ აი ხლა მოვურჩი მიდივარ სახლში, მაგრამ ანუ იმდენად აბსურდად მიმაჩნდა, რომ რა ვიცი, არ მიფიქრია, რომ უნდა მომეტყუებინა, ანუ სისულელე ჩავთვალე რა. დამურეკე და უთხარი და იქიდან მისმის ესეთი პასუხი. ჩაჯექი მანქანაში და წამოდი სამსახურისკენ. 6 საათი სადაც შესრულდება, ჩამოდი და იქიდან წადი სახლში. ანუ გესმით ხო ადეკვატურობა? მე რა თქმა უნდა ეხლა ეს ყველაფერი ვერ აღვიქვი სერიოზულ ნათქვამად, ანუ როგორ უნდა აღვიქვა ეს ყველაფერი სერიოზულ ნათქვამად. გამაცინა მეგონა მეხუმრებოდა. გაითქო და გავიცინე და გავთიშე. და დაახლოებით 6 საათზე მირეკავს და მეკითხება სად ხარო? ანუ ვაკიდან ფეხით ჩავდიოდი რუსაველისკენ მეტრომდე და მეთქი რუსაველის მეტროსთან ვარ თითქმის თქო და რატომ მე ხო გითხარიო რომ მანქანაში ჩამჯდარიყავდე სამსახურისკენ წამოხვიდოდი. ეხლაო დელისის მეტროსთან იქნებოდიო და დელისის მეტროდან წასულიყავი სახლშიო. კიდე ვერ აღვიქვი სერიოზულად და ვკითხე რომ მეთქი არსებითი მნიშვნელობა აქვს თქო დელისის მეტროდან წავალ სახლში თუ რუსაველის მეტროდან თქო? კიო, მე რო გეუნებიო, უნდა გააკეთო. მაიმე ნუ მეგონა რომ ხუმრობდა, მართლა მეგონა რომ ხუმრობდა და მეთქი კაი დელისის მეტროსთან ვარ თქო რა სიცილით უთხარე. კაიო სელფი გადაიღეო დელისის მეტროსთან და ჩამიგდეო. ხო და ეგ სელფი გადაიღეო რომ მითხრა, საერთოდ მეთქი ალბათ ხუმრობს თქო ეხლა. გავუცინე და კაი ჩაგიგდებ თქო. და ნუ მეორე დღეს მივედი სამსახურში, მეძახის და მეუბნება რომ გუში როგორც მოიქეციო, ეგრევე აღარასდროს აღარ მოიქცე. აი ეს რო გითხარიო და არ გაითვალისწინეო. ის სისულელე მითხარი თქო. ანუ პირდაპირ ეს სიტყვა უთხარე.
მეო შენი უფროსი ვარო და სისულელე რომ გითხრაო, უნდა გააკეთო. არ გავაკეთებ თქო სისულელე რომ მითხრა თქო და არც მაგის ვალდებულება არ მაქვს. მე თუ რამე დავაშავე თქო, თუ გინდა მინისტრის დონემდე ავიტანოთ ეს ამბავი და გავარკვიოთ თქო და თუ დამნაშავე ვარ თქო, დავწერ განცხადებას და წავალ თქო. ამის გარდა მართლა ძალიან ბევრი შემთხვევა შემიძლია გავიხსენო. აი ესეთი რაღაცა არაადეკვატურობის და უსამართლობის. აი ეს არის ტომ შემძულდა იქ ყოფნა. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. თოლოდ კი არ გავიქეცი, შემძულდა იქ ყოფნა. ვერ ვიტანდი უკვე იქაურობა. იმიტომ რომ ასეთ რაღაცებს ვაწყდებოდი. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. კიდე რომ ვორჭაფობდი, რომ აი წავიდე თუ არ წავიდე, წავიდე თუ არ წავიდე და ვფიქრობდი და აი ბოლოს რაღაცამ რომ მითხრას ხა, აბა მაგდენი ხანი მანდრა გინდა და ძალიან მართალი იქნება. აი ძალიან მართალი იქნება, იმიტომ რომ მეც შემეშინდა წამოსვლა, მეც ვერ ხედავდი ვერანაირ გზას, წამოსულიყავი და რა მექნა და მეც ვფიქრობდი, რომ ისევ მაგაზე ვიყავი დამოკიდებული. მოკლედ, ახლაც რა მოხდება, ცუდად ხდება. მოკლედ, ეს ჩემი სამსახური ძალიან მომწონს, მაგრამ მინდა და დამატებითი სამსახურის ნახვა, რაღაც part-time ჯობი და part-time ჯობი და მივედი კომპანიაში. გასაუბრებაზე. ანუ CV გავაგზავნე და დამიკავშირდნენ რა და გასაუბრებაზე რომ მივედი. აი ისე თავხედურად მელაპარაკ, ან თავხედურად არა. ეგ ძალიან ნორმალურია საქართველოში ეგრე საუბარი, როდესაც დამსაქმებელი ესე გესაუბრება. ანუ ზუსტად აი მაგ დამოკიდებულებას და აი ეგრე საუბარს გამოვექეცი იქიდან და გულში ვიფიქრე რომ მეთქი ახლა კიდე შენაგიტანო აქ თქო რა. აი ჯერ მკითხა რომ აი ხელფასზე რა მოლოდინი გაქვსო და მე ვუთხარი რომ გააჩნია პასუხისგებლობას და გააჩნია იმას თუ რა რეჟიმით მომიწევს მუშაობა თქო რა. ნუ ახლა შენ სიო აქ არ იქნებიო ესა მითხრა ცინიკურად და აი ესეთ მაგ გავხედე. მე შეასწორა, ნუ ჯერჯერობით არაო. და იმად მივხვდი რომ აი მაგ კაცთან მუშაობა ჩემთვის იქნებოდა რაღაც კატასტროფა. ერთმანეთს რა ვიცი, დავჭამდით. მე იმას არ გავუტარებდი ეგეთ ლაპარაკს, ეგეთ ლაპარაკს არ შეეშვებოდა და ამიტომ მე დედაჩემს მოვუყავი რომ მეთქი ესეთი და ესეთი გასაუბრება იყო თქო და დედაჩემმა თუნდაც ცო სამჯერ მეტი ხელფასისამე შემოგთავაზო ნახამანდო. აი ერთი წამით არ გიფიქრო რომ მან წახვიდო. იმიტომ რომ აი ზუსტად ვიციო შენ მაგას არ გაუტარებო. ის თუ ესეთი ტიპიო პირველივე დღიდანო. ეგ არ შეიცვლებაო და ანუ ტყულად დაახლოებით ერთი თვით უნდა დაიწყო მუშაობა და არ გიღირსო და მაგიტომ მეთქი ნუ ახლა მარტო ეგ არ იყო. გარდა იმისა ის იყო რომ ლაპარაკს არ მაცდი და ლაპარაკში მეჩრებოდა და რაღაცა ანუ დომინანტური დამოკიდებულება რომ უნდა და რომ მე ვარ აქ უფროსი და მე მიმყავს ეს საუბარი და რაღაც და უმეთქი აი და არ ვიქნები პირველივე გასაუბრებაზე სიო. მაგრამ აი ეგრე არ უნდა დამელაპარაკო და რა გამახსენდა იცით? სტაჟირებაზე მივედი სტუდენტობის დროს და მანდ გასაუბრება გამახსენა. ჯერ ხო გასაუბრება იყო 2 საათი, აი სახე გამაძრეს, რასაც ქვია. აპლიკაციის ფორმაში, როდესაც ვაგზავნდი, იყო ესეთი კითხვა. ხართ თუ არა დაოჯახებული? და მაგაზე ვუთხარი. ვინც იყო მაგას. ამეთქე ძალიან დისკრიმინაციული კითხვა არის თქო. და ანუ ვფიქრობ რომ საერთოდ არ შეესაბამება თქო სამუშაო სპეციფიკას თქო. და ესეც ძალიან ცინიკურად მიპასუხა რომ აი შენ ხო რას ამბობ ხა მუშაობას იწყებ აქო. მეთქი მუშაობას არ ვიწყებ, მაგრამ სტაჟიორი ვარ თქო, ხო? და მით უმეტეს თქო. და რასი თავხედეა. ხო და ესე გადავწყვიტე რომ მაგ კომპანიას აღარ შევეხმიანო და აღარც ვიფიქრო მაგაზე. ნუ კარგი კომპანია იყო. დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი, მაგრამ სადაც ადამიანს არაფასებენ და სადაც აი ესეთი ლაპარაკით გელაპარაკებიან, სიო არ იქნები რა თქმა უნდა. ძალიან აბდაუდად ვილაპარაკე ხლა, იმიტომ რომ არ მინდა რომ იდენტიფიცირება მოხდეს ან პიროვნების, ან სამსახურის, ან სტრუქტურის, ან რამის. არ მინდა. განამიტომ რომ მეშინი არაფერს არ მეშინია, უბრალოდ არ მინდა. ჩემი სამსახური ისე მომწონს და ჩემი ხელმძღვანელობა ისე მიყვარს, რომ აი არ ვიცი, გიჟდები მაგაზე. ანუ იმდენად ზრდილობიანები, იმდენად კულტურულები არიან, იმდენად აი არ ვიცი მართლა, იმდენად ბევრ რამეს ვსწავლობ მაგათგან. მე თან იცით როგორ რაღაც არის, თან ცოტა გაზვიადების მეშინია, რომ იმიტომ რომ ზოგადად ვიცი ხოლმე, რომ აი რაღაც ადამიანს ამოვიჩემებ დადებითად და მგონია, რომ არა ეს ამას არ იზამს. არა ეს ესე არ არის. არა ეს საუკეთესოა. და აი სანამ 10 ცუც არ დავინახავ, იქამდე არ დავიჯერებ. ვეთქვი რომ შეეშალა ადამიანები ვარ. აი შემიძლია 9 ჯერ ვთქვა რომ ადამიანები არ. 10 ჯერად შემიძლია. არ ვიცი, ძალიან ბევრჯერ უნდა დააშავოს იმ ადამიანმა, რომელიც აი დადებითად ყავს ამოჩემებული, რომ დავიჯერო რომ არა შეცდიანა მართლა ცუდია. ამიტომ ვცდილობ რომ ეგ მაგაზე ვიმუშაო, იმიტომ რომ ზოგადად ცუდად ეგრევე არ ვფიქრობ ხოლმე ადამიანებზე, მაგრამ ეხლა უკვე დავიწყეს ვარდისფერი სათვალები მოვიხსენი და თავიდანვე ყველას ესე ვუყურებ ეჭვის თვალით, რომ აბა და ამათზე ახლა ჩემს ხელმძღვანელობაზე თავიდან ესე ვიყავი, აი ძალიან შეგოჭრილი რომ მეთქი აი რაღაცა არ გამეპაროს და ისევ ვიღაცა ისეთთან არ აღმოჩნდა და ისევ რაღაცები სხვანაირად არ მეგონოს და რაღაც დებილი ბავშვი არ ვიყო ისევ ვარდისფერი სათვალის თქო და აი მაგალითად რაღაცა შეგეშალა ხო? მოვადა გეტყვის რომ აი მე შენში აი ძალიან მომწონს. აი ამას ძალიან კარგად აკეთებ. აი ამას ძალიან ვაფასებ. ეს ძალიან კარგად გამოგდის, მაგრამ აი იქნებ აი ამაზე იმუშავო. და აი
ხვდები რომ ის ადამიანი შენ კი არ გაკნინებს და იმას კი არ ცდილობს რომ შენ ნერვები აგიშალოს, გაგამწაროს, мотивация დაგიკარგოს და ყველაფერი. არა, პირიქით. შენ სტიმულს გაძლევს და უფრო მეტად გიბიძგებს იმაში, რომ უფრო მეტად კარგი იყო, უფრო მეტი რესურსი ჩადო, უფრო მეტად იმუშაო შენ საზრ და განვითარდე. მე აი ამ პორტუგალიელების მე იმ კაცთან რომ მივედი და ის რომ რაღაცის თითის ქნებით მელაპარაკე და ხელფასი რამდენი გინდაო და რა უთხარ გააჩნია პასუხისმგებლობას თქო და ისიო არ იქნები ბებია შენის. არა, კიდე რაღაცა მითხრა სასწაულო, საოცრება რომ ძალიან გაუპრასტე რა მითხრა? კი არა თმესაუბრებოდა. ან კი ან არა, ან კი ან არა, კითხვის იცით როგორ მისვოდა, კი არა. თუ კისთან ერთად მივაყოლებდი დასაბუთებას, ეგ არ მაინტერესებს. მომისმინე. ეგ არ მაინტერესებს, აი ეს რო გელაპარაკება, მაგან აი სულ რა ვიცი 20,000 ევრო შემოგთავაზოს თვეში არ უნდა გინდოდეს ეგეთ ადამიანთან არაფერი. მოკლედ ადამიანი რებელა. არა მე მივხვდი რომ მე არ ვარ ის ადამიანი რომელიც აი რაღაცა იტყვის რომ აი ხო მოდი მე შენი მონა ვიქნები ახლა იმიტომ რომ შენ მიხდი რაღაცა ხელფასს არა მე რაც რაღაცა პერიოდის განმავლობაში ხელფასის გამო ყველაფერი ავიტანე აი ბოლოს იქამდე მივედი რომ მართლა ფსიქოლოგებთან დავდიოდი ფსიქოლოგზე ვიცვლედი ოღონდ მართლა რაღაცა ცოტა აზრზე მოვსულიყავი იმიტომ რომ რაღაც ტვინში მქონდა სრულიად გარღვევა რაღაც პანიკური შეტევები დეპრესია და იმიტომ რომ აი სუდაძაბული ვიყავი სუდაძაბული სულ სტრესში სულ ბრძოლაში სულ რაღაცის დამტკიცებაში კოშმარი მოკლედ მცირედი მოვყევი, რატო წამოვედი და რატო შემძულდა იქაურობა. ანუ შემძულდას არ ვიცახი რომ მეზიზღება, მაგრამ იმ პერიოდში იმდენად გაბრაზებული ვიყავი, რომ მართლა გაქცევაზე ვიყავი, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან მიყვარს და რა თქმა უნდა ჩემს ქვეყანაში მინდა ცხოვრება და რა თქმა უნდა დავბრუნდები ადრე თუ გვიან. მაგრამ ამ ეტაპზე ასე იყო საჭირო, ჩემი მენტალური ჯანმრთელობისთვისაც კი. ძალიან სასაცილო რაღაც უნდა მოყვა. მოკლედ, საქართველოში რა ვიყავი, ახლა ზაფხულში სანამ მისას ვაკეთებდი. დავდიოდი ხოლმე გასაუბრებებზე, იმიტომ რომ სრულიად სხვა სფეროში დავდიოდი გასაუბრებებზე. და მაინტერესებდა იქაური სპეციფიკა, მოთხოვნები და ასე შემდეგ. რა ვიცი, საქმე მაინც არ მოხდა, მოდი იარე. გასაუბრების გამოცდილება. და ერთ-ერთ ადგილას ვიყავი გასაუბრებაზე, არ დავასახელებ ორგანიზაციას. მაწერინეს ტესტებით. ტესტების წინააღმდეგი არ ვარ, არანაირად. მიუხედავად იმისა, რომ მათემატიკის უნარები ჩემთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა და რომ ვერ ვიტან მათემატიკას ორგანულად, მაინც უნარების ტესტი გქნება თუ რაღაცა ყოველთვის მომხრობი რა. მითხეს ტესტები გექნებოდა და ძალიან დიდი სიამოვნებით წავედი, თან მაინტერესებდა გამოცდი თქო ჩემს თავს. ნუ ჯერ IQ-ს ტესტი მოიტანეს და მოვიდა მე უნარები. მე მოიტანეს რაღაცა ალგორითმები. უკვე მივხვდი რომ რაღაც არაადეკვატურობაში ვიყავი და იმიტომ რომ 4 საათი ვიყავი გამოცდაზე და კიდე ბოლოს არ უჩვენდა გამოცდასე და მე უკვე ახალ წერდი და ვეუბნებოდი რომ სხვაც თუ არის მომეცით რომ. მოკლედ მოიტანეს მე ეს ალგორითმები. მე რაღაცა კიდე უნარების თქოს იყო უნარები არ იყო. მე მოიტანეს რუსული. მე მოიტანეს ინგლისური. და ინგლისურისაც გადავხედე. და აი როგორი კითხვა იყო, იცით? I wish I was or I wish I were. ანუ ეს არის სკოლის მასალა, ხო? სკოლაში ვსწავლობთ, რომ I wish I were. მაგრამ აი მაგალითად მე რამდენ უცხოელთან მაქვს შეხვედრა და რამდენ native speaker-თან, ანუ ვისი მშობლიური ენა ინგლისურია. ძალიან ხშირად ვეკითხები ხოლმე აი ამას. შენ ყოველდღიურ საუბრებში I wish I was იძახი თუ I wish I were იძახი. I wish I was იძახიო, ყველა ამას მეუბნება. ამის რისი თქმა მინდა? ანუ ეგ კითხვა იმდენად აბსურდულია. იმდენად აზრს მოკლებულია, რომ იმ პოზიციაზე რა პოზიციაზეც მე მივიდოდი, აი კითხვა დასვა. ეგ კითხვა არაფერს არ განაპირობებს, არაფრის ცოდნას არ განაპირობებს. მაგალითად მე თუ ვიცი, რომ I wish I were არის სწორი და native speaker-ი თუ მიმტკიცებს, რომ I wish I was ვიძახით ჩვენ და ეს არის სწორიო. იმას ნიშნავს, რომ მე უკეთ ვიცი ინგლისური თუ native speaker-მა. რა თქმა უნდა, იმან უკეთ იცის ინგლისური. ანუ I wish I was თუ I wish I were-ით ინგლისურს ვერ დაასკვნე. იმიტომ რომ ეს არის ისეთი რაღაცა, რაც კი გრამატიკულად სწორია, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ამითი ინგლისური ცოდნაც შეაფასებ. მით უმეტეს იქ, სადაც გავაგზავნე, ანუ ხო შენ რომ მაგალითად სკოლაში საკლასო გამოცდები გაქვს, ერთი კვირის წინ რომ მასწავლებელმა I wish I were გასწავლა, რა თქმა უნდა, იქ შემოგიტანს მასწავლებელი ამ კითხვას, მაგრამ აი მე ცხოვრებაში, აი ეგ წესი, თუ შენ მართლა რაღაცა აკადემიურ ინგლისურში რაღაცა მიღწევებს არ აპირებს, სადღაც არ ვიცი, მე ჰარვარდის უნივერსიტეტში. მე აი ეგ წესი არაფერს არ განაპირობებს, არც ინგლისურის ცოდნას განაპირობებს და არაფერს. გეუბნები, აგერ მე ვიცი რომ I wish I were არის, მაგრამ native speaker-ი ბევრი მიმტკიცებს, რომ არა, I wish I was არის. იმას არ ნიშნავს, რომ ემოცია უკეთესად ვიცი ინგლისური. ნუ აი ძალიან გამეცინა კითხვა რომ ნახე, უკვე გამეცინა და რაღაცა ავდექი, მივედი, მივუტანე ეს ტესტები და უთხარი რომ მე ამ ტესტებს არ დავწერ თქო. ძალიან შეურაცხყოფელი არის თქო, აზრს მოკლებული არის თქო და ძალიან მაინტერესებს ქვეყანაში, სადაც უდიპლომო პრეზიდენტი გყავს თქო. აი ამ პოზიციაზე თქო, ახალს თქო, კვანტურ ფიზიკას რატო თქო ძალიან მაინტერესებს. ანუ ერთი კვანტური ფიზიკის ტესტი არ შემოგიტანიათ. მართლა კოშმარია რა, ანუ პრეზიდენტი უდიპლომო და ხალხს რაღაც პრიმიტიულ სამსახურში თხოვენ კვანტურ ფიზიკას ლამის.
და ესე ზუსტად უთხრა და მეთქე თქვენი ხელმძღვანელობა ვინც არის თქო. ძალიან მაინტერესებს თქო ამ ტესტებს თუ დაწერთ თქო. აი დარწმუნებული ვარ რომ ვერც ერთ ტესტს ვერ დაწერება წესიერად მათი ხელმძღვანელობა. მოკლედ ეს ადგილი პირველად რომ ნახე მაშინ თქვი რომ მეთქი აქ უნდა მქონდეს ქორწილი თქო. და ეხლა რომ ნახე ძალიან მომეწონა და მართლა აქ უნდა გადავიხადო ჩემი ქორწილი. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს რომ აუცილებლად პორტუგალიელს უნდა გავუყვე, ანუ ქართველს რო გავუყვე, ნებისმიერი სხვა ქვეყნის წარმომადგენელს მაინც აქ უნდა გადავიხადო ქორწილი. და მოკლედ ჩემო საყვარელო სანათესაო. ასე რომ ელოდებით ჩემს დაოჯახებას და ჩემს ქორწილს. იცოდეთ რომ ხარჯის ბევრი გექნებათ, იმიტომ რომ პორტუგალიაში მოგიწევთ ჩამოსვლა ქორწილისთვის. მოკლედ ისევ აქ ვარ, იმიტომ რომ ტაქსი მალოდინა, მე შოკოლადთა გამიუქმა და მე მოგვიანდება ფლიქსბასზე. და სხვა გზა არ მქონდა. ისევ ამით უნდა ჩავჯახ და მოგვიანდება. It's okay? I got scared. გაიგეთ რამ ხელზე შეკივლეს. გული ამიჩქა. ანუ ისედაც ჩემი გამჭირვებია და რამ ხელა შეკივლა ამ გნიდა ბავშვმა აქ რო დგას. კი, აგვაცდინეს, არ შეგვაჯახე. აი რა გორჯახჯახებს ხედავთ? აი დავიღალე. გავიყინე და მოვიცვე. ახლა ვეძებ ფლიქსბას. ფლიქსბასის გაჩერებას. ეს Google Map-მა რაღაც ძალიან სვანურად ამიხსნა, კრუგები მარტყმევინა ერთი და იგივე ადგილას. არ და აგერ ყოფილვარ. ეს აი მართლა ვიძახი, თავს გრძნობა ისე მახინჯათ, რომ მეთქი არც ერთ ვიდეოს არ გადავიღებ, არც ერთ სურათს არ გადავიღებ დღეს თქო და სამ ადამიანმა მითხრა კომპლიმენტი. რაღაცა ან ჩემშია პრობლემა, ან მათშია პრობლემა.